მოგესალმებით. მე ვარ ალექსანდრე ქავთარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. კავკასიური სახლის პროექტის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს. დღეს ჩვენი სტუმარია მათე სარალიშვილი, რელიგიის მკვლევარი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი. სალამი მათე და მადლობა რომ გამონახეთ რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ბევრი საუბარი გვესმის მშვიდობაზე, ეს ბოლო ხანია განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ როგორც წესი, ხშირად ეს საუბრები ზედაპირულია. საუბარია რაღაცა, ესე იგი, აი ამ მშვიდობის ცნებაზე, მაგრამ არ არის სიღრმისეული საუბარი ამაზე. არ არის ანალიზი, რას ნიშნავს საერთოდ ხო ეს მშვიდობა, რეალური მშვიდობა და არა რაღაც ყალბი მშვიდობა, რომელსაც ხშირად გვთავაზობენ და სასურველი იქნება ალბათ აი რელიგიური პერსპექტივიდანაც შევხედოთ ამას. თუ რა შეიძლება იყოს ეს ჭეშმარიტი ნამდვილი მშვიდობა, თუ შეგვიძლია ასე უწოდოთ და არა რაღაცა ზედაპირული ყალბი მშვიდობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთული არის ამ ყველაფერს ერთბაშად მოუყარო თავი, როცა ქვეყანაში ესეთი დაზაბული მდგომარეობაა. განსაკუთრებით ემჩნევა ხოლმე ასეთ დროს სიტყვებს და ენას ატყვია ხოლმე ეს არა, როდესაც სახელმწიფო მართველი პარტია იქნება ეს თუ ის ძალოვანები, რომლებსაც წესით სწორედაც რომ სამართლის დაცვა, ადამიანების უფლებების დაცვა უნდა ჰქონდეთ მთავარ მიზნად, როდესაც ეს ადამიანები სიტყვებს აცლიან ნიშნარს და იყენებენ მის საპირისპირო მნიშვნელობით და რა თქმა უნდა ამ დროს გვაქვს საქმე ტყუილთან, ხო? სიცრუე როგორც ასეთი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ფილოსოფიურად, ასევე რელიგიურადაც სიცრუე არის მშვიდობის საპირისპირო, იმიტომ რომ მშვიდობა ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ზუსტად აი როგორც ვახსენეთ, ხო, მშვიდობის ჭეშმარიტი გაგება რა უნდა იყოს, ამაზე უნდა ვისაუბროთ და რელიგიური პერსპექტივიდან დავიწყებ აბრაამული რელიგიებიდან გამომდინარე. ქრისტიანობაში ამ შემთხვევაში ასე დავიწყებ, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი ქრისტიანი არის. სიტყვა მშვიდობის შინაარსის შელახვა არის პირდაპირ ქრისტიანული პრინციპების წინააღმდეგ წასვლა. მშვიდობა, როგორც ასეთი, იმდენად განუყოფელია ქრისტიანობაში ჭეშმარიტებისგან, რომ ქრისტე რომ ამბობს, რომ მე მოვედი არა მშვიდობისთვის, არამედ მოვიტანე მახვილი, გულისხმობს სწორედ ამას, რომ თუ კი არ გექნებათ ჭეშმარიტება, მშვიდობას არ ექნება აზრი. ამ შემთხვევაში ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქრისტეს აქვს ნათქვამი, რომ ვინც ერთხელ აიღებს მახვილს, მახვილი თვე დაიღუპება. ორ სხვადასხვა მახვილზე გვაქვს საუბარი, ხო? ერთი არის ჭეშმარიტება და ეს არის სულიერი მახვილი, რომელიც ყოველგვარ მიწიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებს და მეორე არის მიწიერი მახვილი, რომელიც პირიქით სიკვდილს ემსახურება. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მიწიერი მახვილის მპყრობელი იჩემებს სულიერი მახვილის მპყრობელობას. ეს არის როგორც აი ყველაზე მეტად, ამაზე მეტად თავდაყირა ვერ დააყენებს ადამიანი ქრისტიანულ უწყებას, მის სათქმელს, მის პრინციპებს, მის ონტოლოგიურ საზრის, ის რის გარეშეც ქრისტიანობა წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვა მშვიდობას საზრის აცლის ის, ვინც თვითონ იჩემებს რაღაც მშვიდობის მყოფელობას. და შემთხვევითი სწორედ არ არის, რომ ქრისტე მშვიდობის თავადად არის მოხსენიებული სახარებაში და ტრადიციაც მშვიდობას არასდროს არ ყოფს ჭეშმარიტებისგან. და შეუძლებელია დღევანდელ მოცემულობასთან დავაკავშიროთ ადამიანი, რომელიც ვინმეს აწამებს, ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ ძალადობს და ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მერე საკუთარ საქმიანობას ეძახის მშვიდობას, ის რაიმე თვალსაზრისით აი ამ ფარგლებში მოვიაზროთ, რომელსაც ჩვენ ქრისტიანობას უწოდებთ. რელიგიურად ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი არის. ამას რა თქმა უნდა აქვს
ძალიან დიდი და ღრმა ფესვები კონკრეტულად ჯვართან დაკავშირებით, რომ დავაკავშიროთ იმ პერიოდში, როდესაც ქრისტე მოევლინა სამყაროს საქართველოში გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოებისამ ახლახანს იზეიმა ქრისტეს შობა და ესეც სიმბოლური არის, რომ ამ შემთხვევაში ქრისტე დაიბადა საზოგადოებაში, სადაც ადამიანის ყველაზე დამამცირებელი, ყველაზე შეურაცხმყოფელი და სასჯელი იყო ჯვარცმა. და ჯვარცს აცვავდნენ ძირითადად რომის იმპერიაში მონებს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ტომ ჰოლანდის წიგნი სახელად Dominion, რომელიც სწორედ ამით იწყება, რომ გაანალიზებს რამხელა რამე შეცვალა ქრისტიანობამ იმით, რომ ხსნელი, რომელსაც ელოდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ეს ძლევამოსილი, რაღაცა ფაქტობრივად ტირანს ელოდნენ, აღმოჩნდა ის, რომელსაც აცვავენ ჯვარზე. ის, რომელიც ყველაზე სამართლიანია, ის, ვინც ყველას გამო გაიღებს საკუთარ თავს. და ქრისტიანობა გვეუბნება, რომ შეხედე ყოველ ჯერზე, ვის აწამებენ, ვის შეურაცხმყოფენ და მასში დაინახე ქრისტე, რადგან ამის გარშე შეუძლებელია შენ ამ რწმენას უერთგულო. სიტყვა ჭეშმარიტებას აქვს ერთის მხრივ ერთი ასპექტი, რომელიც არის მრწამსთან დაკავშირებული, მრწამსში თანაზიარება, რომ მერისიც მწამს იმასთან ერთად ვერთიანდები გარკვეულ ადამიანებთან და აქვს საზოგადოებრივი ასპექტი. და ამ საზოგადოებრივი ასპექტის გააზრება მოწყვეტილი არ არის ამ მრწამს. შეუძლებელია მე ვუერთგულო მწამს და საზოგადოებაში ვეგუებოდე ვინმე სწამებას. შეუძლებელია მე ვიყო მშვიდად, როდესაც ესეთი რამე ხდება და საუბრობდე იმაზე, რომ იცით, მინდა რომ დიალოგზეც ვილაპარაკო და ამიტომ ვიტყვი ამ სიტყვას, რომ მოდით დიალოგი ვაწარმოოთ და მეორე მხრივ ხედავდე, რომ ის, ვინც ამ შემთხვევაში ამ სიტყვასაც დიალოგსაც აცლის ამ აზრს, რაც მშვიდობისთვის ასევე აუცილებელი არის. ხო, ის აწამებს ვიღაცას და მოდი აი თან ვიღაცას ვაწამებ და თან მელაპარაკე. ეს შეუძლებელი არის. ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაც უნდა იყოს წესით მშვიდობა. ეს იქნებოდა აბრაამული რელიგიების საზიარო პრინციპები, რაზეც რა თქმა უნდა ქრისტიანობიდან გამომდინარე ვისაუბრე, მაგრამ იუდაიზმიც და ისლამიც რა თქმა უნდა არც ერთი არ ეპყუება ადამიანის წამებას და უსამართლოდ მოპყრობას. მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ მონაკვეთი, სადაც მეორეთი მოსვლის დროს ისლამში არის ესეთი საკმაოდ ემოციურად აღწერილი სცენა, სადაც გოგონა, რომელიც მოკლეს, როგორ აღიმაღლებს ხმას და როგორ იტყვის იმას, რაც დაემართა. ხო, ეს მისი ეს ტკივილი არ იკარგება, ხო? ანუ ეს მეორეთი მოსვლის ასპექტი აერთიანებს სამივე აბრაამულ რელიგიას, იმიტომ რომ ეს არის სამართლის დაბრუნების სიმბოლო, ასე რომ ვთქვათ, რომელიც რეალურად განხორციელდება. ეს არის რწმენის საზრისი, რომელიც მშვიდობის გარეშე და მშვიდობა ამის გარეშე რთული წარმოსადგენია. ნამდვილად. აი ამ ძალიან საინტერესო პერსპექტივის და ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩემი შემდეგი კითხვა იქნებოდა, რა არის აუცილებელი მშვიდობიანი თანაცხოვრების, თუ აი რა პრინციპებს უნდა ემყარებოდეს, იმიტომ რომ ეს გამოცდილება მათ შორის დაგროვდა რელიგიურ კონფესიებს შორის, ხო, რელიგიურ დენომინაციებს შორის და ძალიან კარგად იციან ხშირად სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, რომ რა შეიძლება იყოს რეალურად მშვიდობიანი თანაცხოვრება და არა მოჩვენებითი, ხო? აი ამასაც რომ შევეხოთ, აი ამ თემასაც. ხო, აი მაშინ შეიძლება კარგი იყოს ვახსენოთ, აი რადგან დიალოგი ვახსენე, გავიგოთ რა არის დიალოგი საერთოდ. ანუ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ამ სიტყვას ვიყენებთ, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ როდესაც ინსტანცია, რაღაც ინსტიტუტი, რომელიც მონოლოგურია, გთავაზობს დიალოგს, უნდა მიხვდე, რომ რაღაცაში არ არის საქმე, ანუ რაღაც რიგზე არ არის, აქ არ არის დალაგებული სიტუაცია, რომელშიც მე მომისმენენ. ეს ნათელი არის იმით, რომ მაგალითად ქუჩა შეიძლება გაივსოს 200,000 კაცით და შენ გითხრან, რომ 1500-ია. შენ იქ დგახარ, ხედავ ამ ყველაფერს და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია. დიალოგი ასეთ შემთხვევაში და მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება არის შეუძლებელი. ამ შემთხვევაში დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კი მონოლოგური ინსტანცია დათმობს რაღაცა დათმობაზე წავა.
დღევანდელ მოცემულობაში ეს იქნებოდა არჩევნები და გათავისუფლება იმ ადამიანებისა, ვინც აწამეს, ვინც დაიჭირეს უსამართლოდ რაღაცაებით დააბრალეს. აქაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ზოგადად პოლიციის იდეა და სამართალდამცავის იდეა ემყარება იმას, რომ მე გარკვეულ უფლებებს ვთმობ იმისთვის, რომ დამიცვა. და როდესაც ეს შემოbrunდება და მე პოლიცია აქეთ მებრძვის და აქეთ მიჭერს, აქეთ მათავსებს იზოლატორში, მე იტყუება რის გამო დამიჭირა, ჯერ ცემენ, მაწამებენ და მე ამბობენ, რომ რაღაცა სიგიჟეებს ვაკეთებდი და შეთქმულების თეორიებს, რომელიც რეალურად არ ყოფილა და ესეც რა თქმა უნდა შეუძლებელს ხდის მშვიდობიან დიალოგს, ხო? მაგრამ ყოველთვის რელიგიური პერსპექტივიდან აზრი აქვს დიალოგზე საუბარს, მაგრამ ნამდვილ დიალოგზე საუბარს ამის თქმა მინდოდა, რომ როდესაც საუბარია დიალოგზე, გავიხსენოთ რა არის პრინციპი. პრინციპი არის, რომ ორივე მხარე უნდა იყოს მზად, რომ იყოს მიმართული სიმართლისკენ. აქ არ უნდა იყოს მთავარი მე და შენ, არამედ ის თუ რა არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ადამიანები, რომლებსაც აწამებ და მათზე ტყუილს ამბობ სასამართლოში და ისე იჭერ, რომ მასზე არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნია, ისინი უნდა გაათავისუფლო პოლიტპატიმრები და ასევე უნდა დანიშნო ახალი არჩევნები, რადგან საერთაშორისო დონეზე არავინ არ გაღიარებს როგორც სამართლებრივად ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი ქრისტიანული ან აბრაამული პერსპექტივიდან? ურთიერთობის გარეშე ონტოლოგიურად შეუძლებელია წარმოიდგინოს არსებობა ქრისტიანულმა მორწმუნემ, ანუ იზოლაცია როგორც ასეთი ონტოლოგიურად შეუძლებელი ფენომენია. ეხლა რომ უფრო გასაგებინაზე ავხსნათ, რას ნიშნავს ეს? მაშინ ანტიკურ ფილოსოფიაში იყოს დიალოგი სუბსტანციასა და მიმართებაზე. შესაძლებელია თუ არა არსებობდეს სუბსტანცია მიმართების გარეშე. ადრე სწამდათ და ესე ჯეროდათ არისტოტელესაც და პლატონსაც, რომ სუბსტანცია, ესე იგი რისგანაც შედგება რაიმე, შეიძლება მიმართების გარეშე არსებობდეს. ქრისტიანობამ არათუ ყველაფერი რაც არსებობს, თქვა რომ შეუძლებელია ურთიერთობის გარეშე, არამედ ღმერთიც კი, ღმერთის პიროვნულობაც კი თქვა რომ შეუძლებელია ის იყოს ერთი თუ არ არის სამი, ესე იგი ის თუ არ არის ურთიერთობა საკუთარ თავთან. როდესაც იზოლაციონიზმს ცდილობენ რომ მიჰყიდონ საზოგადოებას, რომელიც ქრისტიანულ პრინციპებზე და აბრაამულ პრინციპებზე დგას, ეს არის პარადოქსი. იმიტომ რომ ეუბნები ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მე არ ვარსებობ ურთიერთობის გარეშე და ეს პოლიტიკურ პრინციპებსაც გულისხმობს, რომ სხვა ქვეყნები თუ არ მაღიარებენ, მე ვერ ვიარსებებ როგორც ინსტანცია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს არ არსებობას. იმას რომ ეუბნები, რომ იზოლაციაში დავრჩეთ და ჩვენ არ გვჭირდება არავინ და მხოლოდ რუსეთი მეყოლება ან რაღაც ესეთი ან მხოლოდ იმაზე ავაშინებ ჩემი იდენტობას, რომ იცი, თუ მე არ დამემორჩილები რაღაც საშიში, რაღაც ჩრდილები არსებობენ, რომელიც დაგეპატრონებიან და რაღაცა შეგიპყრობენ, ამაზე ვერ ააგებ შენ ნარატივს. რადგანაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მმართველი პარტიის ნარატივი დაემსგავსა რაღაც ექსტრემისტული ჯგუფების და სხვათა შორის ქმედებებიდან გამომდინარე პირდაპირ შეიძლება ითქვას ტერორისტული ჯგუფების ნარატივებს, ეს ვერ მოთავსდება რელიგიურად მშვიდობის მყოფელი რელიგიების ნარატივებში, როგორც აბრაამული რელიგიები, ისე აღმოსავლური რელიგიები, მაგალითად ბუდიზმი, ჰინდუიზმი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დიალოგს ვერ გავიაზრებთ და დიალოგის პრინციპს, რომელიც ურთიერთობაზე არის დაფუძნებული, ერთი მხრივ მონოლოგური ინსტანციიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იზოლაციონისტური ინსტანციიდან გამომდინარე. ეს არის ურთიერთწინააღმდეგობრივი მოცემულობები, რომელიც შეთანხმებაც შეუძლებელია. ადამიანში არ არის მნიშვნელოვანი მარტო ის რისგან შედგება, არამედ როგორ ეურთიერთება სხვას. ასე რომ ის სულიერი არსება ადამიანი იქნება, ეს ცხოველი იქნება თუ სხვა ნებისმიერი არსება შეუძლებელია არსებობდეს რელიგიური თვალსაჩინოდან, ასევე ფილოსოფიურიდან და დღეს უკვე მეცნიერულადაც ვიცით, რომ ურთიერთობის გარეშე არაფერი არ არსებობს, რეალურად შეუძლებელია არსებობდეს და პოლიტიკურ დონეშიც ეს ისახება, იმიტომ რომ ეს არის რაღაც სხვა დონის სიღრმისეული პრინციპია, რომლის გარეშეც შეუძლებელია არსებობა. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ესე ემართება ავტორიტარულ რეჟიმს, ის სიცოცხლის წინააღმდეგ მიდის. ყველაზე სიღრმისეული პრინციპების წინააღმდეგ მიდის, იმიტომ რომ
რა ერთხელ რომ მოიტყუები, კარგავ სამყაროს აღქმას ძალიან მალე. და აი სიცრუეს მოკლე ფეხები აქვსო, აქ ნამოდის ხო, რაღაც ერთხელ რომ გადააბიჯებ შენ მორალურ პრინციპებს, ერთხელ რომ უარყოფ იმას, რაზეც ენა დგას, რომ საზიარო მნიშვნელობები უნდა არსებობდეს საზოგადოებაში და ამას შეუტევ, მერე თვითონ ეს ყველაფერი მოგიბრუნდება უკან. შეუძლებელია რომ შენ ამისგან რამით დაიცვა თავი. კი ბატონო, და აი ეს პრინციპები, რაზეც ახლა საუბრობდი, ეს რომ განვავრცოთ და გადავიტანოთ კონფლიქტების თემაზე, ხო? აი ისეთი კონფლიქტებისა, რომელიც მრავლად არის დღეს მსოფლიოში, ეს შეიძლება იყოს, ესე იგი, პირდაპირ საომარი კონფლიქტები, შეიძლება ესეთი კონფლიქტები იყოს გაყინული კონფლიქტები, აი ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ კონტექსტშიც ესეთი კონფლიქტები გვაქვს, ხო, არის ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტები. თუ ამ კონფლიქტებზე განვავრცოთ ამას, რამდენად არის შესაძლებელი აქ, ესე იგი, აი ამ რეალური რაღაც სამშვიდობო პოლიტიკის გატარება, თუნდაც რელიგიური პერსპექტივიდან რა შეიძლება იყოს ამის საწინდარი, აი რაღაცა მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ამ კონფლიქტებისა, ხო, იმიტომ რომ ამაზე იყო ხშირად ყურადღება გამახვილებული, რომ აი მშვიდობიანად მოგვარდეს ეს პრობლემები, ეს კონფლიქტები და აი ამას რო შევხედოთ რელიგიური პერსპექტივიდან, ეხლა რომ აი გადავიტანოთ ეს ყველაფერი, ეს პრინციპები, აქაც რა შეიძლება იყოს აი საფუძველი ფაქტობრივად აი ესეთი ტიპის კონფლიქტების მოგვარების. რელიგიური პერსპექტივიდან ნებისმიერ სიტუაციაში, ყველაზე უიმედო სიტუაციაში, ყველაზე უკუნეთ სიბნელეშიც კი არის იმედი და არის რწმენა, რომ მშვიდობიან დიალოგს აქვს აზრესი. ყოველთვის, როდესაც ესეთი მოცემულობას ვეხებით, აი მაგალითად საქართველოს შემთხვევაში, შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს შენთან ურთიერთობის აღდგენა, თუ კი შენ თვითონ უკვე გიყურებს და ხედავს, რომ მაგალითად როგორც აი მე რო უცბად ვინმეს ვეუბნებოდი, რომ მოდი გადმოცხოვრდი ჩემთან და ხედავს, რომ მე სახში ვიღაცებს ან ვაწამებ, ან ვცემ, ან რაღაცა ისეთ დღეში, ანუ ეს უბრალოდ ალოგიკური არის, მაგრამ სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თუ კი გინდა რომ შენ ვინმე დაგინახოს ისე როგორადაც გინდა რომ დაგინახოს, სიყვარულით შემოგხედოს, პატივისცემით შემოგხედოს, შენთან საზიარო კონდეს რაიმე, შეუძლებელია ამ დროს შენ მას აჩვენებდე აი ამ რაღაც მახინჯ ძალადობაზე დაფუძნებულ ავტორიტარულ ძალადობრივ ეს რაღაცა სხვების შევიწროებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას. თუ კი შენს ქვეყანაში უმცირესობები არიან შიშისა და ძალადობისა და ამ რაღაც აი შემაძრწუნებელი ქმედების რაღაცნაირად არა მრავალფეროვნებისა და რაღაცა სიამაყის საფუძველი, არამედ აი ამ მართლაც სულის შემთხუთავი გარემოს შექმნის საფუძველი თუ არის, ვერავინ ვერ ისურვებს, რომ შენთან იყოს. იქნება ეს რელიგიური თვალსაზრისით უმცირესობებს გულისხმობ, ეთნიკური თვალსაზრისით, სექსუალური უმცირესობების თვალსაზრისით თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში ყველგან დედამიწაზე ეს უმცირესობები არიან ზოგან უმრავლესობა, ზოგან უმცირესობა, ეს ადამიანები ყველგან არსებობენ და თუ ხედავენ, რომ შენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაგალითად ომის მერე ვიღაცები ჩამოვიდნენ შენთან, რაღაც თავი შეაფარეს რაღაცაში, რა პირობებში ცხოვრობენ, რომ ხედავენ. ისინი ხო ნათესავები არიან, ნაცნობები არიან. ხედავენ, რომ სახელმწიფოს არ ადარდებს ეს ადამიანები, მათი შრომის პირობები არ ადარდებს, სოციალური გარემო არის აბსოლუტურად უსამართლობაზე დაფუძნებული. ელიტარული ფენა, რომელსაც რაღაცა თუ კი ნათესავი არის, ან პოლიტიკური პირის ან ამ შემდეგ მას ყველაფერი გამოსდის და იმას, ვისაც ეს კავშირები არ აქვს, არაფერი არ გამოსდის, არ აქვს თაცლობა, არ აქვს სოციალური უზრუნველყოფა, არ ჯანმრთელობის ამ ამ მოცემულობაში ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ვინმეს უნდადეს მე რო ეს ახლა აღუწეროდა სახელმწიფოზე არ ვლაპარაკობდი, ჩემ თავზე ვლაპარაკობდი, ყველა იტყოდა ახლა შენთან რატომ უნდა უნდადეს ადამიანს ურთიერთობა. ამიტომ ეს ადამიანური ურთიერთობები არ არის ეს გვერდზე გასაწევი და მე იმაზე ვილაპარაკოთ, ის პოლიტიკა რაღაცა ფორმალურია. ფორმალობა არ არის არასდროს პოლიტიკა, როდესაც ვიცით, რომ პოლიტიკა ისევ და ისევ აი ამ ძირეულ პრინციპებზე უნდა იყოს აგებული. სხვა შემთხვევაში ვარდებით ქაოსში, ვარდებით, როგორც თქვი, თუ კი სამართლებრივი ინსტანცია შენ არ გიცავს და შენ გეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში ვიწყებთ ისეთ სიტუაციას, რომელშიც თვითონ მართველი პარტია მოგთხოვს შენ, რომ ან აჯანყდი, ან მე რაღაცა დაგიმონებ, ეს მოცემულობა ვერ იქნება მშვიდობის საფუძველი.
ადამიანები ამ შემთხვევაში ეს არის გასაოცარი, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთ მოცემულობაში როგორი მშვიდობიანია, ჭეშმარიტი გაგებით. რამდენად მრავალფეროვანია, თანაზიარია იმ პრინციპებში, რომელიც მისთვის არის აბსოლუტურად შეუცვლელი. მას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, არ არსებობს ის, რას გამოც მას დათმობდა. არც ფულის გამო, არც რაღაც ნათესაობის გამო, არც აი ის, რაც თავიდან ვთქვით, ხო, ის მახვილი, რომელიც არის ჭეშმარიტება და არა ის მახვილი, რომელიც არის დამღუპველი. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომელი მახვილი რომელ მხარეს არის. და ტრადიციულად, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბრების დროს ბოლო კითხვა, რომელსაც ვსვამ ხოლმე, არის ალბათ შეიძლება ყველაზე ესეთი რთული კითხვა იყოს. ალბათ თან მარტივია, მაგრამ პასუხისგაცემა ალბათ ძალიან რთულია. ეს კითხვა ეხება აი ამ რეალური, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი მშვიდობის სამომავლო პერსპექტივას. აქვს თუ არა რაიმე მომავალი შენი აზრით ასეთ მშვიდობას, ანუ ნამდვილ მშვიდობას, არა მარტო ჩვენ კონტექსტში. შეგვიძლია ეს ნებისმიერ კონტექსტს მოვარგოთ, ხო, აი ვახსენეთ კიდევაც, რომ სოფლიოშიც არაერთი კონფლიქტია და დაპირისპირება. ამის ფონზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს თუ არა მომავალი ამ მშვიდობას და თუ აქვს რა ტიპის მომავალი შეიძლება გქონდეს. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოში არის ომები, დაპირისპირება, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს შინაგანი დაძაბულობა და პოლიტიკური ეს საკმაოდ პოლარული სიტუაცია, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელია. ამ შემთხვევაში მშვიდობას ის პერსპექტივა აქვს და ის იმედი არსებობს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, რომ მშვიდობა გახდება თვითკრიტიკული. ანუ ის, ვინც იბრძვის მშვიდობისთვის, უნდა გახდეს თვითკრიტიკული. მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ახლა დემონსტრანტების წინააღმდეგ ასე იქცევიან, ხო? ისევ რელიგიურ პრინციპს შემოვიტან ამ შემთხვევაში მოყვასის სიყვარულის პრინციპი ერთი საფეხურით მაღლა დგას სოლიდარობაზე. ჩვენ ახლა ვგრძნობთ, რომ სოლიდარულები ვართ ერთმანეთის მიმართ და ეს არის აბსოლუტურად ტაქტიკურიც არის, პრაქტიკულიც არის, სწორი არის, მაგრამ დადგება ეტაპი, რომელზეც მოგვიწევს, რომ ის რაც მოყვასის სიყვარული გულისხმობს, ნიშნავს მტრის სიყვარულსაც. ანუ, როდესაც ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, როდესაც ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ, რომ ეს საზრის გამოცლილი სიტყვები ისევ საზრისს შევძინოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი, რომ მოყვასის სიყვარულის პრინციპზე დაფუძნებით, მტრის სიყვარულის პრინციპზე დაფუძნებით, ჩვენ მათ სამართლიანად მოვექცევით. იმ გაგებით, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პასუხისმგებლობას ჩამოაცილებ, რაზეც პასუხისმგებლობა აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ რომ მაწამებდი, მოდი კიდე მაწამე, ეს სიყვარული ეს არ არის, არამედ ის, რომ შენ როგორც ადამიანს, როგორც შენ მე არ მეკცეოდი, ისე მოგექცევი. შენში არ შევერყვნი იმ ღვთის ხატს რელიგიურად თუ ვიტყვით და იმ ადამიანურ ღირებულებას, რომელზეც ეს საზოგადოება არის დაშენებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, რომ ჩვენ თვითონ არ გავხდეთ ისინი, რასაც ახლა ვებრძვით, ხო? ყოველთვის ისტორიაში ის ადამიანები იმარჯვებდნენ ასეთ მოცემულობებზე, რომლებიც მტერში არ ხედავდნენ ეშმაკს, ასე რომ ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სწორედაც რომ ეშმაკურ პრინციპებზე დგას ის, რომ ეშმაკურში გულისხმობა ის, რომ საზრის საცლი ყველაფერს, ხო? ყველაფერს თავდაყირა აყენებს, სიყვარულს აუქმებ, თანაზიერებას აუქმებ, ურთიერთპატივისცემას აკრობ და შენ თავს ეძახი ამ ყველაფერს ისე, რომ საერთოდ ამას მნიშვნელობას აღარ და ყველა ხედავს რა ტყუილში ცხოვრობ, ხო? ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და რეალურად რაც რა არის იმას სახელი უნდა დაერქვას და ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ახლა ხალხს უწევს წასვლა, არ უნდა იქცნენ დეჰუმანიზაცია არ უნდა მოხდეს, ხო ისინი უნდა რაღაცნაირად მიტევების, შეწყალების რაღაცნაირად ობიექტებად უნდა იქცნენ, რომლებიც დავინახავთ, რომ არიან პიროვნებები, რომლებიც სამწუხაროდ არიან საკმაოდ ძალადობრივი სისტემის პროდუქტები. და ეს არის რომ ეს ამაში შეიძლება სიტყვა, რასაც სწორედ ბიბლია გვთავაზობს მოყვასის სიყვარულთან დაკავშირებით, ეს არის შებრალება. ჩვენ შეგვიბრალოს ეს ადამიანები, რომ მათ საკუთარი თავი დაკარგეს, მათი სახე დაკარგეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის ეს, რაც ვლაპარაკობ, ეს არის აი ესეთი ამბავი, იმიტომ რომ რთულია გაწამებდნენ და შენ მე მიუტევ, მაგრამ ამის გარშე არ
გასრულდება ის საქმე, რაც წამოვიწყეთ, ამას გულისხმობ. ამ შემთხვევაში მშვიდობა იქნება ისევ და ისევ იმ პრინციპების დაბრუნება, რომელზეც ახლა ვილაპარაკეთ. და არა მათი გაუქმება, ან უბრალოდ იმ არასწორი სისტემის ჩვენ ხელში გადმობარება. არამედ მისი მოწესრიგება, მისი შესწორება. აი ეს იქნება ნამდვილი ჭეშმარიტი მშვიდობის საფუძველი და საბედნიეროდ ეს არის, რომ ჩვენ საზოგადოებაში ამის პოტენციალი სწორედ თვითონ პროტესტების ფორმაში გამოჩნდა. როდესაც მათ აბრალებენ, რომ თქვენ ძალადობრივი ხართ, თქვენ რაღაცა პოლიციას ებრძვით და ასე შემდეგ, ყველამ კარგად ნახა, უკვე ტყუილიც, ისეთი ტყუილიც კი, რომელშიც აი პროპაგანდა ძალიან დიდ რესურსს დებს, შორს ვერ წავიდა. იმიტომ რომ ხედავენ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, აი მაგალითად საფრანგეთს ატარებენ ხოლმე, პატარა პროტესტზეც კი შეიძლება მთელი ქუჩა დაინგრეს. არაფერი რო არ გაფუჭებულა, არაფერი რო არ დამგრეულა და ერთადერთი შეიძლება რაღაცა პარლამენტის ფანჯარა იყო ჩალეწილი და რა ქვია, ფარიანი მას ხდებოდა ისა პიროტექნიკა, ხო? ეს არის მონაგონი იმასთან შედარებით, რაც ხდება ხოლმე. საქართველოში მოსახლეობა მაჩვენა, მით უმეტეს ეს პიროტექნიკაც აღარ არის, არც რა ქვია, არანაირი შეპირისპირება აღარ არის და რის გამო? იმიტომ რომ ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რომ მოიპოვეს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, რასაც არ აძლევდა ამას სახელმწიფო. უბრალოდ ამ შემთხვევაში იმდენად ნათელი იყო წამების მაგალითები, რომ სხვა გზა აღარ დარჩა ხელისუფლებას, ხო? ეს გზა უნდა გაგრძელდეს ამით და ეს ალბათ არის ქართული ხალხის სიბრძნე, თორე ვერ რთული წარმოსადგენია ამის გარეშე ამხელა შენს წინააღმდეგ მომართული ამხელა აგრესიას უპასუხო ესეთი მშვიდობიანი ხელაწეულმა და აბსოლუტურად არაძალადობრივი ხერხებით. ეს დასაფასებელია და ისტორიულად აუცილებლად დაფასდება ეს, რადგან უბრალოდ ეს საზოგადოება ასე იაზრებს რეალობას. მადლობა მათე ამ საინტერესო, ასე ვთქვათ, მოსაზრებების პერსპექტივების გაზიარებისთვის. Რთულია ალბათ ისაუბრო ხო მშვიდობაზე, როგორც რაღაც განყენებულ ცნებაზე, იმ კონტექსტების გაუთვალისწინებლად, რაშიც ვართ ახლა ჩვენ მათ შორის და ეს ყველაფერი ფიქრობ ეს პრინციპებიც მათ შორის და ეს ამ ცნების, მშვიდობის ცნების ესეთი განმარტება თუ განმარტებები შეგვიძლია თავისუფლად მიუსადაგოთ მათ შორის სხვა ასეთი კონფლიქტებსაც ზოგადად აი კონკრეტულ კონფლიქტებსაც რაც ვახსენეთ ჩვენ კონტექსტში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასევე ეს ყველაფერი მიესადაგება ამას. კიდევ ერთხელ მადლობა აი ამ საინტერესო დისკუსიისთვის. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის.